მოგესალმებით, მეგობრებო, პატარა ვიდეო მინდა ჩაგიწეროთ ურანის ენერგიაზე. ასტროლოგიაში როგორ მუშაობს ურანი? მე-11 სახლი და მერწყულის ენერგია. როცა მერწყულის ზოდიაქოში ბევრი პლანეტა ყავს, 3 პლანეტა, თუნდაც 2 მაგალითად, ხო? მისი მმართველი ეს არის ურანი. ანუ საერთოდ დისპოზიცია გვაქვს ესეთი გაგება ასტროლოგიაში. როდესაც რამდენიმე პლანეტა ერთ ნიშანში ყავს, მის მმართველს უყურებთ აუცილებლად. თუ მაგალითად 3 ან 4 პლანეტა მყავს ასწორში, მისი მმართველი არის ვენერა. და მთელი ეს პლანეტები როგორ გამოხატავენ თავს, ვენერას უყურებთ ამ შემთხვევაში. თუ მყავს ბევრი პლანეტები კირჩხიბში, მას მთვარე გამოხატავს. მთვარე როგორ მდებარეობაშიც ყოფს, ის პლანეტებიც ისე მუშაობს ფაქტიურად. აი ამას გეუბნებით, რომ როდესაც მერწყულის ზოდიაქოში ყავს ბევრი პლანეტა, მისი მმართველი არის ურანი. როცა მე-11 სახლში ყავს ბევრი პლანეტა, ან 2 პლანეტა, მისი მმართველი არის სიმბოლურად ურანის ენერგია. და აქ როგორ დგას ურანი, იმის მიხედვით ვავლენთ იგივე იმ პლანეტებს, რომელიც მერწყულის ზოდიაქოში არის. ვისაც მაგალითად ჩემი თაობა თუნდაც ბევრი პლანეტა მერწყულში უხდებოდა, თუმ ჩემი თაობაში იყო ურანი მორიელის ზოდიაქოში. შესაბამისად ეს ძალიან ძლიერი მდებარეობა ურანის და აქ უკვე ჩანს, რომ ამ ადამიანების ურანული ენერგია ჯერ ხო ისედაც ჩვენ თაობაში ძლიერად იყო ეს ურანული ენერგია მორიელურ დონეზე, ხო? სრული გადატვირთვა, სრული განახლება ყველაფრის, მაგალითად, მაგრამ შეიძლება ზუსტად იგივე კომბინაციის ურანელი იყოს ვინმე სხვა, მაგრამ მისი ურანი არ იყოს მაინც კარგ მდებარეობაში, მაგალითად შვილტოსანის თაობა, ვისაც ყავდა ურანი, ხო? ეს არ არის ისეთი ძლიერი ურანი, როგორც მორიელში, როგორც დღის რქაში და როგორც მერწყულში მაგალითად იყო. ზოგადად რო აგიხსნათ. და ურანის ენერგია ასტროლოგიაში არქეტიპულ დონეზე რო აგიხსნათ, ეს არის სოციალურობა. აი ძალიან მარტივ ენაზე რო აგიხსნათ, ჯგუფებთან ურთიერთობა მე-11 სახლი განსაკუთრებით, ჯგუფებში საკუთარი აზრის გატანა, მაგალითად მე-11 სახლში ყავს რაღაცა ესე აქტიურობა პლანეტების, ხო, ეს უკვე ნიშნავს, რომ ამ ადამიანის ენერგია ჯგუფთან, სოციუმთან არის მიბმული ენერგეტიკულ დონეზე. ვისაც იუპიტერი მერწყულში ყავს მაგალითად, მათი იღბალი არის მეგობრებთან, ჯგუფებთან მიბმული, ხო, სადღაც, ხო? ანუ ურანული ენერგია ეს არის სოციალურობის ენერგია, იმიტომ რომ ეს უმაღლესი ოქტავა არის მერკურის, გონების მმართველი და კომუნიკაციის მმართველი პლანეტის და ურანი ეს არის უმაღლესი კომუნიკაცია, როცა მე უკვე ბევრ მასას, ანუ მერკური თუ არის უახლოეს გარემოცვასთან კონტაქტი მაქვს, ურანი ეს არის ძალიან დიდ მასებთან მაქვს ურთიერთობა და კონტაქტი. ხო, ვისაც სატურნი ყავს მაგალითად მერწყულში, შეიძლება კონდეთ ის, რომ აი არ მიყვარს ბევრ ხალხში ყოფნა, არ მიყვარს სოციალური აქტიურობა, მაგალითად, ხო ეს სატურნი ბოჭავს პირიქით, ან მე-11 სახლში რო ხდებოდეს, ის იბოჭება სადღაც სოციუმისგან, ხო? თვითონ შინაგანათაც გრძნობენ ხოლმე ამ შებოჭილობას, ხო? მაგრამ თვითონ არქეტიპულ დონეზე ურანელი, ესე რომ ვთქვათ, მაგალითად, პირად პლანეტებთან აქვს ასპექტი. ურანს უკვე ჩვენ ხასიათში ვხედავთ ადამიანს, რომელიც შფოთიანი არის. აი თუ მე-11 სახლში არის პლანეტები, ეს შეიძლება არ იყოს შფოთიანი, ეს იყოს აი სოციუმზე მიმართული სახლი ხო სფეროა პირდაპირ, ხო, სხვათაშორისო 29 მარტს მაქვს ძალიან კარგი ლექცია სახლებზე. სლაიდებით გავივლით პირდაპირ სახლების ენერგიას, მმართველების ენერგიას და ძალიან კარგი ლექცია მაქვს, ვისაც გაქვთ სურვილი სახლებზე სუმომდის ხოლმე კითხვები და გთავაზობთ ლექციას, თუ მართლა ვისაც აინტერესებს შეუძლიათ დაესწრონ და სლაიდების რჩებათ შემდგომ სახლებზე, მათ და ვიდეო ჩანაწერით დარჩებათ, რაც შეხვედრას გვექნება თავის კითხვათა პასუხით და მოკლედ ყველანაირად ვცდილობ ხოლმე, რომ ამ თემებზე პერიოდულად ჩავატარო ხოლმე ტრენინგები, რომ კიდევ უფრო სიღრმისეულად გაერკვნენ ადამიანებში, იმიტომ რომ ერევათ ხოლმე სახლები პლანეტებთან ხშირად ერევათ და სინამდვილეში სახლი არის უშუალოდ არა შფოთვა, როგორც ურანი, როგორც პლანეტა, არამედ პირდაპირ ხალხში გავდივარ, პირდაპირ სოციუმთან მაქვს ურთიერთობა, ჯგუფებთან მაქვს ურთიერთობა, მეგობრებთან მაქვს ურთიერთობა სადღაც, ხო? ჩემი ინტერესი არის სოციუმთან გავიტანო ჩემი იდეები, მაგალითად, ხო? ან ზე თუ არის მე-11 სახლში, ჩემ ცნობიერად, აი ჯგუფზე ვარ მორგებული, ჯგუფის ლიდერი შეიძლება გავხდე, ხო, შინაგანად, ან ჩემი ეგო ყველაზე კარგად ჯგუფში ვლინდება, ხო? კარგად შემიძლია
ჩემ თვით პრეზენტაცია მოვაწყო ხო ხალხში მაგალითად. აი ესე მუშაობს ზოგადად მე-11 სახლი. თუმცა იდეები, თავისუფლების განცდა, ჰაერი ენერგეტიკული ეს მაინც ახასიათებს მე-11 სახლს. თუმცა უშუალოდ მერწყულის ენერგია და ურანის ენერგია როცა არის ჭარბად რუკაში, როცა ვამბობთ ურანი როგორ დავამუშაოთ, ხო? ესეთ რაღაცას რო ვამბობთ და სხვათა შორის 4 აპრილსაც მაქვს უკვე ორთვიანი სასწავლო კურსი, სადაც მთლიანად გავდივართ ასტროფსიქოლოგიურად, სწავლებას და პირად რუკებში თერაპიას, მაგალითად პირადი რუკებით, თვითონ მონაწილეები ჯგუფში ერთად ვაცხოვროთ ერთმანეთს ეს პირადი რუკებში არსებული კომბინაციები, ხო, ის თაროსი რო არ იყოს სადღაც დადებული, როცა ლაპარაკობენ ზოგადად ვერძზე, ზოგადად ეს რო ესე არ იყოს სიმბოლიზმში დაკარგული და ვიცხოვროთ, სხეულებრივად ჩავერთოთ ამ ენერგეტიკულ პროცესში, თვით რეფლექსიის და თვითგაცნობიერების, ამისთვის უკვე 4 აპრილს მაქვს ძალიან სიღრმისეული ასტროლოგიური ორთვიანი კურსი. და აი აქ ზუსტად როცა ამ ურანზე ლაპარაკობენ, როგორ დავამუშავო ეს ურანი? ხშირად არის ზუსტად ეს, რომ თვითონ ურანული ენერგიით ადამიანი მომავალში ცხოვრობს. ოღონდ ზუსტად ასე რომ ვერ ცხოვრობს მომავალში, თუ არის დაკვადრატებული, დაზიანებული ურანი, მძიმე ასპექტები. წარმოგიდგენთ, ურანული ენერგია მზესთან იქნება, ვენერასთან იქნება, მარსთან იქნება, მერკურთან იქნება, არის უკვე რა, რომ მე რაღაცებს ნერვიულობ წინასწარ. აი ძალიან საბაზისო ადამიანურ ფსიქოლოგიურ დონეზე რო გახსნათ ახლა ურანის ენერგია. მე ნერვიულობ, აი მოუწევ რაღაცა რომ მოხდეს და რო არ ვიყო მსად. მე ნერვიულობ ახლა რაღაცა ჩქარა მაქვს გასაკეთებელი. ან დროსთან კონფლიქტში შევდივართ აქ, ხო? ეს არის დროის ენერგია. სატურნი თუ არის საერთო წარსულის დროის პლანეტა ხანგრძლივობაში, ნეპტუნი თუ საერთოდ დაკარგვა არის დროში, დროის აღქმა არ მაქვს, დინებას მიყვები და პროცესებს არ ვქმნი. ურანი არის წინასწარ, მე უკვე შფოთავ, ჯერ არ მომხდარ მოვლენაზე. აი ეხლა რომ რაღაცას ვაკეთებ, ეს ჩქარა უნდა გავაკეთო. მოვასწრო, ხო? ანუ დროში ვერ ვეტევი. და მომავალთან შევდივართ კონფლიქტურ ემოციებში. სადღაც დრო არ მყოფნის, ზოგს უბრალოდ შეიძლება ეს ემოცია მქონდეს, რომ დრო არ მყოფნის, აი ვისაც მერკური ურანის ნეგატიური ასპექტი აქვს, მაგალითად ისეს როგორ ლაპარაკობენ ხშირად, ისეთ ყლაპავენ სიტყვებს, ისე ჩქარა უნდათ გამოხატონ თავი. და რომ ჩავეკითხოთ თერაპიულად, რასაც მაგალითად ჯგუფ თერაპიებზე ვაკეთებთ ხოლმე, იმიტომ რომ მერკური ურანი შეიძლება კვადრატში იყოს, მაგრამ რომელ პლანეტის ნიშნებში არის, რომელ სახლებში არის, ეს არის ფონი უკვე, იქ შეიძლება თუ კითხებული ენერგია არის, ემოციური დატვირთვა იყოს აქ, უფრო ემოციური ნერვიულობა, თუ კუროს თემა შეიძლება იყოს, ჩემი გონება უფრო ნელა აზროვნებს ვიდრე ურანს ეს უნდა, ну, იქ უკვე პირად რუკაში გვეუბნება პლანეტარული ენერგია ვარიაციებს. კონკრეტულად ზუსტად შევხედოთ სადა პრობლემა, მაგრამ თვითონ ზოგადი ენერგია ეს არის უკვე რომ მე ნერვიულობ მომავალზე, მე სადღაც კონფლიქტში ვარ ამ მომავალთან, განცდა მაქვს რომ ვერ ვასწრებ რაღაცას, ან განცდა მაქვს რომ სხვა ვერ ასწრებს ამ ყველაფერს მაგალითად, ხო? ან მე სხვას ვაჩქარებ, ან მე მაჩქარებ, ან სამყარო როგორი ჩქარია, რომ უნდა მოვასწრო ყველაფერი და საბოლოო ჯამში რა არის დაკვადრატებული ნეგატიური ურანი, მასავს ყველაფერს. ზუსტადაფერი არის მის მომავალში არის და ეხლა ამ ეტაპში დროსა და სივრცეში ახლად ამჟამად არ იმყოფება ადამიანი. ანუ ნებისმიერი დაზიანებული პლანეტა ჩვენთან არის რეალობასთან კონტაქტი რო არ აქვს. ჩვენ ფანტაზიაში ვართ, ჩვენ ტრამვაში ვართ, ჩვენ წარმოდგენაში ვართ. აი იმ ადამიანს რო ჰიპოთეტურად გონია რომ აი არ დამაგვიანდეს ან მოვასწრო ყველაფერი, უკვე რეალობასთან კონტაქტი არ აქვს. არ ჩანს რომ ვერ ხედავს იმას რომ აი ზუსტად ეხლა კარგავს ამ სიჩქარეში ყველაფერს. და სინამდვილეში ეს არის გაღრმავება პრობლემის. სადღაც ღრმავდება ეს ყველაფერი, იმაზე უფრო რთულად არის, ვიდრე რის გამოც ვაკეთებ ამას. ანუ წარმოიდგინეთ, ჩემი ქმედება ეს ობსესიურ კომპულსიურ თემას ჩანს გავს, რომ მაგ შფოთვა ვიწყებ ქმედებას, რომ ეს შფოთვა შევამცირო და კიდევ უფრო ვზრდი მე ამ შფოთვას, მე კიდევ უფრო დიდი მოქმედება მიწევს, რომ ეს შევამცირო და ფაქტიურად აქვთ ხოლმე განცდა ურანელებს, რომ სულ იმას ცდილობენ რამე არ გამოზონ,
იმიტომ რომ ზუსტად შინაგანად იციან რომ ყველაფერს მასავე. ეხლა რა არის ეს გამასვა სიტყვაზე, ხო, ესე პირობითად რო ვახსენებ. აი პირობითად ადამიანურ დონეზე რო აქცევთ, მოდი ჩემთან კონსულტაციაზე აქტიური დასიანებული ურანით, ახლა ყველა ესე არ არის, რა თქმა უნდა, შეიძლება ბევრი სხვა პლანეტების ყავდეთ, ხო, იქ კომპენსატორები, ესე რო ვთქვათ, ხო, მთლიანობაში ჩანს უკვე, მაგრამ აი რაღაცას უყვები და თვალებს აცეცებენ უკვე, ხო? ანუ უკვე ვხედავ, რომ ამას უკვე წინასწარ შემდეგი კითხვა აქვს მოფიქრებული. იმის იქით კითხო, ამ აზრებშია და ეხლა ჩემთან კონტაქტზე არ არის. და წარმოიდგინეთ, რომ ამ ყველაფერს უცებს ხარტად კადრება ტვიში ატარებს, მე რას ვეუბნები, მაგრამ არ ყლაპავს. აი ემოციურად რო აგიხსნათ, ხო? წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც ინფორმაციას არ ყლაპავს, არ ითავისებს, არ იშიგნეულებს, ესე რომ ვთქვათ, ხო, ფსიქოლოგიურად, ემოციურად. აი ესე ატარებს მერკურულად, ესე რომ ვთქვათ, გონებაში ფრაგმენტულად ჩქარა კადრები გადის და ну აქედან მოდის უკვე რა, რომ კი ჩამოვყარე ბევრი კითხვები, ბევრი ხაპასხუპით გაგაცემინე, ოღონდ მე ამას არ მეუყვები, რა თქმა უნდა, იქ ვაკონტროლებ, რომ ვიცი, რომ ეს თემა იქნება აქტუალური, უკვე ჩემს ტემპს ვრთავ, ნელი საუბარი, დინჯი კონტაქტი, გადმოვიყვანო ჩემ ტალღაზე, მაგალითად, ჩემ ტალღა რა არის? არის ის ტალღა, რომელიც მას სჭირდება ახლა ამ შემთხვევაში, ხო? და მე აქ მომავალ ასტროლოგებსაც გიყვები, ვთქვათ, როგორ შეიძლება ხა ჩემი ამდენი წლიანი პრაქტიკაში ურანელებთან ჩემი მუშაობით რა თერაპიულ პროცესში გავდივართ, აი თუნდაც კონსულტაციის პირობებში თერაპია რა არის? ვეუბნები, აი ახლა თუ ხედავ, შენ როგორ ჩქარობ. თუ ხედავ, რომ შენ არ ყლაპავ, არ ითავისებ და ახტები. აი მინდა რომ ყველაფერი მოვასწრო, ის იქაც შფოთვა მოდის და მე ვყვებით სხვა ისტორიებს, მაგალითად როგორ შეიძლება რომ დღეს შეიძლება გავირბინო 5 სხვადასხვა მაღაზიაში ჩავიქროლო, მაგრამ იქ იმდენი რამე გამომრჩეს. ან ძალიან ბევრ ადამიანს დაველაპარაკო, მაგრამ იქ ისე მაკლდეს კონტაქტი სიღრმისეული ვინმესთან, ხო? და აი ამაში უნდა მოვიყვანოთ ხოლმე ადამიანი კონტაქტში, ან ჩვენი თავი მოვიყვანოთ კონტაქტში, ხო? და როდესაც ამ ურანულ გაქცეულ ენერგიას ვაჩერებთ და ვახედებთ, რომ განა შეანელო, ან განა, არა, უბრალოდ დაინახე, რომ გარბე ხარ. და მოდი ამ დანახვაში შენ თვითონ გადაწყვეტე ეს სირბილი, ეს გაქცევა იმ შენ შფოთვას რამდენად უფრო აძლიერებს თუ ამსუბუქებს, როცა გეშინია რაღაც არ გაგცდეს, რაღაც არ გამოგრჩეს, ხო? და ამ სიჩქარეში ნახე რამდენი რაღაცა გამოგრჩა. მე ვაბრუნებ ხოლმე, ნახე ეს თემა გავიარეთ, კარგად გავიარეთ, აქ პრობლემა არის, მოდი გავყვეთ, არ გადავახტეთ. და მე ამ პროცესში უკვე ხედავს ადამიანი, რომ რეალურად თავის ცხოვრებაშიც ესე ახტება მნიშვნელოვან მოვლენებს, ხო? და ეს შეიძლება იყოს ტრავმა ფსიქოლოგიურად, რომ ოდესღაც მე ძალიან ამაჩქარეს, ჩემ ტემპში არიჯდნენ, მე ეს დამასწავლეს და ეხლა იმპულსურად, გაუცნობიერებლად მივყვები ამ დასწავლილ ქცევას და რეალობაში სინამდვილეში სხვა რაღაცა ხდება. ესე იგი, ასტროლოგიას პირდაპირ შეგვიძლია ასტროლოგია გაგვიყვანოს რეალურად თემასთან, რომ შფოთვა ეს არის მომავლის ენერგია, ხო, შინაგანი და მომავალი ურანია ჩვენთან. და პირდაპირ ამაზე არის მე სამუშაო ამ სტრუქტურებზე, ხო, რომ აი ეს რომ გავბივარ სადღაც, მოვიხედავ და გამაზულია მთელი ცხოვრება. ან მარტივად არანაცხოვრები არის მთელი ცხოვრება, მე ვერ ვიცხოვრე ეს ენერგია და მე არის ზუსტად ეს დასანანობა შინაგანი და დრო არ მყოფნის და დრო არ ყოფნის კი არა, ზედმეტად ჩქარა მიფრინავს იმისთვის, რომ ახლა და ამჟამად თან იგრძნოს ცხოვრება, მოდი ესე ვთქვათ, ხო? იმიტომ რომ აქ შემოდის ზუსტად ეს იმპულსი, რომ ცხოვრებას ვერ გრძნობენ სადღაც. აი აქ მოდის შინაგანი კონფლიქტი, რომ ჩემი შფოთვა არ მაძლევს საშუალებას ჩემ ცხოვრება ვიცხოვრო, ჩემი ემოციები ვიგრძნო და ვიცხოვრო მაგალითად, ხო? და ეს წარმოქმნის მე აი ზუსტად იმ დანაკარგის განცდას, რომ მე სადღაც მომავალში ვერ ვაღწევ რაღაცებს, გავბივარ და ის მომავალი უფრო შორს ჩანს მე, უფრო მიუწვდომელია, უფრო შორია, ხო, სადღაც.
აი ეს არის ყველაზე საინტერესო აქ როცა ურანულ ენერგიაზე ვლაპარაკობთ, ახლა ცოტა მოკლედ გესაუბრეთ, ბევრი ვიდეო მაქვს ჩაწერილი ურანზე, მაგრამ ხშირად მეკითხებიან ხოლმე, ხშირად აწუხებთ ეს ურანის პრობლემა. ან ვერაცნობიერებენ ამ ურანს კარგად და ამისთვის კიდე მომინდა ჩამეწერა, არაერთხელ დაუბრუნდები ამ თემას, იმიტომ რომ იქ ასპექტებში ძალიან საინტერესოდ ერთვება ხოლმე, მაგრამ ვინც აქტიურად ურანელი ხართ, მე მგონია რომ ძალიან გამოგადგებათ ცოტა სხვა თვალით შეხედოთ. ან თქვენ ამ ენერგიებს ბლენდებს ვიღაცა სხვა ურანელი აქტიურებს, ხო, ამასაც დააკვირდით, იმიტომ რომ როგორც კი კონტაქტში შედიხართ ვიღაცასთან, ეს ურანი იწყებს აქტიურობას, ხო, მაგალითად, მე სადღაც უნდა გავიქცე, სადღაც ვიჩქარო, რაღაცას სიამდვილეში დაზიანებული ურანი რა არის, მე ვეჭიდები რაღაცას, რომ არ გამისყლდეს ხელიდან და კარგი ურანი რას აკეთებს? მიყვება პროცესს, ცვლის ის, ხო, თავის ენერგეტიკას, თავის ველს მაგალითად და აი ეს ჩაჭიდება აღარ ხდება, თუნდაც მე-6 სახლში ურანი. ეს რა შეიძლება იყოს ჩემი სამსახური არასტაბილურია და ვიცი რომ დროებითია და მე სულ დაძაბულობაში ვარ, სულ ნერვიულობაში, აი ახლა დავკარგავ, აი ახლა შეიცვლება, აი ახლა იქნება მე-9 სახლში ურანი უცხოეთში თუ არიან განსაკუთრებით, ხო, არასტაბილურობა არის აქ ჩემთვის, ხო, არ ვიცი რამდენ ხანს ვიქნები, როგორ ვიქნები და შფოთვა ამაზე. თორე შეიძლება ბევრი იყოს უცხოეთში, რომელიც არასტაბილურობაში არის, მაგრამ შფოთვა ამაზე არ აქვს. სახლში ურანი ზუსტად ამას გვეუბნება, რომელი სფერო არის არასტაბილური, სადაც ჩვენ მუდმივ შფოთვაში ვართ შინაგანად. და ამიტომ ურანის ენერგია ძალიან საინტერესო არის ჩემთვის. აი, პირდაპირ თერაპიულ პრაქტიკაში, კონსულტაციებში ამას ვუყურებ ხოლმე, ამაზე მე ვმუშაობთ ამ ურანულ ენერგიასთან, რაც თავარია, ყველაზე მთავარი თერაპია არის, რომ დავინახოთ. გავაცნობიეროთ, მიღმა არ იყოს, ხო? ანუ აი ამ იმპულსიდან აი ეს რბოლა გავაჩეროთ ეს ბორბალი და დავაფიქსიროთ, რომ ეწრეზე ვტრიალებ. აქ არაფერი, იმპულს მივყვები და არა კონტაქტში ვარ ამ ბორბალთან, ხო, ესე რომ თქვა, იმპულსი არა მაქვს ხელი დაჭერილი და ეს არის ხოლმე ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან საინტერესო გასაცნობიერებლად კონსულტაციებსაც მაგას ვაკეთებ ხოლმე და თქვენთვისაც გაცნობიერეთ, ვისაც ურანი ყავთ აქტიური, აი ამ რბოლაში, სათხარც თქვენ და გაჩერდით, დაპაუზდით და შეხედეთ ამ რბოლას. ეს არის ყველაზე საინტერესო პროცესი თერაპიაში, ხო? წარმატებას გისურვებთ მეგობრებო, დროებით.